მართულებით ისაუბრა დღეს მედიასთან ირაკლი კობახიძემ. პრემიერი ცდილობს დაამტკიცოს, რომ სახელმწიფო მინისტრის პოსტი, რომელსაც მალე დაიკავებს მამუკა მდინარაძე, სრულფასოვანი მინისტრის პოსტია, თუმცა ეს იქნება სამინისტროს გარეშე და ამბობს, რომ დამაკნინებელი ამაში არაფერია. პირიქით, კობახიძე ამბობს, რომ სახელმწიფო მინისტრის პოსტზე მამუკა მდინარაძეს მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი ამოცანა იქნება შესასრულებელი და შესასრულებელი ფუნქცია, რომელიც მასაც ეკისრება, თუმცა დამოუკიდებლად მთავრობის ადმინისტრაციაში ის ამ ფუნქციას ვერ ასრულებს და შეითავსებს მამუკა მდინარაძე, ანუ გავლენებს კობახიძე მდინარაძეს გაუყოფს მთავრობის ადმინისტრაციაში. ის ამბობს, რომ ცვლილებები ხდება იმის მიხედვით, თუ რა პოლიტიკური გამოცდილება აქვთ ადამიანებს. ეს იყო პასუხი კითხვაზე, თუ რატომ ვერ იზიდავს ქართული ოცნება ახალ ადამიანებს და რატომ ხდება კონკრეტული პირების გადაადგილება უბრალოდ სამინისტროდან სამინისტროში. დღეს ბუნებრივია მას ვკითხეთ ასევე მაკა ბოჭორიშვილთან დაკავშირებული გადაწყვეტილების შესახებ. ის კობახიძის გადაწყვეტილებით იქნება მთავრობის ადმინისტრაციაში ვიცე-პრემიერი და ის ასე განმარტავს. კობახიძე ამბობს, რომ საერთაშორისო ურთიერთობები არის მნიშვნელოვანი ქართული ოცნებისთვის და ამ პროცესში ბუნებრივია მთავარი როლი მაკა ბოჭორიშვილს ეკისრება. არის ერთ-ერთი განსხვავება მინისტრსა და სახელმწიფო მინისტრს შორის, რომ მინისტრი ხელმძღვანელობს სამინისტროს და სახელმწიფო მინისტრი არის დაკავებული კონკრეტული სახელმწიფოებრივი ამოცანების შესრულებით სამინისტროს გარეშე. ანუ სახელმწიფო მინისტრი არის მინისტრი სამინისტროს გარეშე ჩვენი კანონმდებლობის თანახმად და საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად. ის რომ კონკრეტული თანამდებობის პირი კონკრეტულ უწყებას არ ხელმძღვანელობს,რავითარ შემთხვევაში არ აკრინებს მის მდგომარეობას მთავრობის სტრუქტურაში. ყოველდღიურ რეჟიმში არის ხშირად ასეულობით საკითხი შესანიშნავებელი, რასაც პირადად მე მარტო ვერ შევძლებ. ხო, ანუ ტექნიკური კუთხითაც კი შეუძლებელია. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ახალი რგოლის გაჩენა. რეალურად აქამდეც მე თქვი რამდენჯერმე რომ აქამდეც ბატონი მამუკა მდინარაძე სინამდვილეში ასრულებდა ამ ფუნქციას, საერთო კოორდინაციის ფუნქციას. ხო, ეს შეიძლება არ იყო ბოლომდე სწორი, რადგან არ იყო ფორმალიზებული. რასაც აკეთებდა ისედაც მამუკა მდინარაძე სახელმწიფო საფრთხეების სამსახურის ხელმძღვანელობისას, ამას მიეცემა უკვე ფორმალიზებული სახე. ეს იყო მისი მანდატი სუსის უფროსის პოსტზე? ნუ ასე გამოვიდა, რომ დამატებით ამ ფუნქციასაც ასრულებდა. ახლა უკვე რაც ისედაც ხდებოდა, იმას მიეცემა უკვე ფორმალიზებული სახე. ანუ მანდატის მიღმა ჰქონდა ფუნქცია მაკოორდინირებელი სუსის უფროსს. რა თქმა უნდა, ეს ფუნქცია ჩვენგან ჰქონდა რეალურად მინიჭებული, იმიტომ რომ ამის საჭიროება არსებობდა. ის რომ ზოგადად ფართო გუნდიდან ხდება კადრების შერჩევა, აბსოლუტურად ლოგიკურია. ბუნებრივია, ნებისმიერ ქვეყანაში ეს ასე ხდება, ხო? ბუნებრივია, რადიკალური ოპოზიციის ალიანსიდან ჩვენ კადრებს ვერ შევარჩევთ და არც მოვიზიდავთ. ძალიან ლოგიკურია. ალიანსის მიღმაც არობერებთ ოპოზიციიდან კადრების მოზიდვას, იმდენად დიდი პრობლემაა კომპეტენციის კუთხით. ამიტომ აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ ფართო გუნდიდან ხდება ხოლმე კადრების შერჩევა. უნდა მიზანშეწონილია შესაბამის პირებს, ვინც ინიშნებიან პოლიტიკურ თანამდებობებზე, ჰქონდეთ პოლიტიკური წარსულიც დაკავშირებული ჩვენს გუნდთან. მაკა ბოჭორიშვილი ასევე თქვენი ვიცე-პრემიერი ამ ცვლილებების მიხედვით, ეს რა განაცხადია ხელისუფლების მხრიდან, საგარეო მიმართულება ხდება პრიორიტეტული, თუ რატომ გადაწყვეტათ მისი ამ პოსტზე გადავიდა? თქვენ იცით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ურთიერთობებში სახელმწიფო მაქსიმალურად ძლიერად იყოს წარმოდგენილი. ყველაზე მეტი ურთიერთობა საერთაშორისო პარტნიორებთან აქვს ბუნებრივია საგარეო საქმეთა მინისტრის იმ პირობებში, როდესაც ის ასევე შეითავსებს ვიცე-პრემიერის სტატუსს, ბუნებრივია გაძლიერდება მისი პოზიციები საერთაშორისო ურთიერთობებში. თუკი საერთაშორისო ურთიერთობები არის ქართული ოცნებისთვის პრიორიტეტული და მათ შორის ასევე საგარეო პოლიტიკას ამდენად ექცევა ყურადღება, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე ხდება ვიცე-პრემიერი, ბუნებრივია კითხვები შეეხებოდა იმას, თუ რატომ არ არის ეს პრიორიტეტები ასახული კონკრეტულ გადაწყვეტილებებში და ვითარება საქართველოში არის განსხვავებული. ჩვენ ირაკლი კობახიძეს შევახსენეთ, რომ მაგალითად მაისის დასაწყისში სომხეთში ჩატარდება ევროკავშირის სამიტი, ევროკავშირის ლიდერები ერევანში ჩავლენ და უმეტესად ბოლო პერიოდში სამხრეთ კავკასიაში ვიზიტები ისე ხორციელდება ევროპელი ლიდერების მხრიდან, რომ ისინი არ სტუმრობენ თბილისს. რამ განაპირობა სომხეთის ასე წარმატება საგარეო ველზე, რასაც ვერ ახერხებს საქართველო. ამ კითხვაზე ირაკლი კობახიძე პასუხს არ გვცემს, მიზეზად იშველიებს, რომ სომხეთი არის მეზობელი, მეგობარი სახელმწიფო და საქართველოს მას ვერ შეადარებს, თუმცა კითხვაზე მაშინ რატომ არ ჩამოდიან ევროკავშირის ლიდერები თბილისში? ეს კითხვა დავუსვით პრემიერს, თუმცა არც ამ კითხვაზე სურს მას პასუხის გაცემა.
ჩვენ ვხედავთ, რომ მაისის დასაწყისში სომხეთში გაიმართება სამიტი, ევროკავშირის ლიდერები ჩადიან. თქვენი შეფასება როგორია, როგორ მოახერხა სომხეთმა, რომ ახლა სამხრეთ კავკასიაში მიმზიდველი ქვეყანაა. იმდენად, რომ სამხრეთ კავკასიაში ვიზიტები ხანდახან ისე სრულდება, რომ საქართველოში ისინი არ ჩამოდიან და ჩადიან ერევანში. მე მინდა წარმატებები ვუსურვო სომხეთს ყველა მიმართულებით. ეს არის ერთადერთი რა განცხადებაც შემიძლია გავაკეთოს სომხეთთან დაკავშირებით, ამის იქით ბუნებრივი არავითარ. როგორ ახერხებს სომხეთი ბატონო ირაკლი და ჩვენ ვერ ვახერხებთ ამას. მე მინდა არ მინდა ამ ყველაფერში შევიდე, არ მინდა ერთმანეთს შევადარო საქართველო და სომხეთი. ერთადერთი რაც მინდა თქვა არის ის, რომ წარმატებებს უსურვებ ჩვენს მეგობარ ქვეყანას და ჩვენს მეგობარ ხალხს ყველა მიმართულებით. ერევანისგან განსხვავებით თბილისში რატომ ვერ ვხედავთ ევროკავშირის ლიდერებს? კიდევ ერთხელ შედარებებისგან თავ შევიკავებ ჩვენ ვართ. ჩვენთან რატომ არ ჩამოდიან ამ კითხვაზე მიპასუხოთ? ნახეთ, მაგაზე რო გიპასუხოთ, უნდა შევადარო საქართველოს სომხეთს. რაც არ მინდა. არასორი იქნება რო შევადარო, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ორი მეგობარი ქვეყანა, ორი მეზობელი ქვეყანა, გვაქვს არაჩვეულებრივი ურთიერთობები, ამიტომ ჩემი მხრიდან არასორი იქნება საქართველოს სომხეთთან შედარება, შესაბამისად არ შევადარებ, წარმატებებს უსურვებ სომხეთს. ბუნებრივია კიდევ ერთი შეკითხვა, რაც ირაკლი ყობახიძესთან ჰქონდა, ისევ საგარეო პოლიტიკის ჭრილში იყო ურთიერთობები, შეეხება ურთიერთობებს შეერთებულ შტატებსა და ქართულ ოცნებას შორის. აპრილი იყო თვე, როცა ქართული ოცნების ლიდერები, მათ შორის განსაკუთრებით კახა კალაძე, ანონსებდა სიახლეებს ურთიერთობების განახლების თვალსაზრისით და როცა აპრილი სრულდება, გვაქვს კითხვა, რა ეტაპზე ახლა ეს კომუნიკაცია. აღმოჩნდა, რომ ამერიკასთან ურთიერთობების განახლების ვადამ გადაიწია. დღეს უკვე ირაკლი ყობახიძე ანონსებს, რომ მაისის ბოლომდე გვექნება კონკრეტული სიახლეები, იქნება კომუნიკაცია შტატებთან და ქართულ ოცნებას შორის, თუმცა რა კონკრეტული სიახლეებია მოსალოდნელი, მას ესეც არ უთქვამს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბუნდოვანი მოლოდინი, რომელიც დასაწყისში კახა კალაძემ გააჩინა, გაახანგძლივა ირაკლი ყობახიძემ. აპრილი სრულდება და აპრილის დასაწყისში იყო დაანონსებული სიახლეები. რაიმე გითხარით ამ მიმართულებით, რა ეტაპზე ხართ, ვისთან გაქვთ კომუნიკაცია და ასე შემდეგ? ძალიან კონკრეტული გეგმები არსებობს. მაისის ბოლომდე კონკრეტულ შედეგებს იხილავთ, კონკრეტული მიმართულებებით კომუნიკაცია შედგება, რა როგორ ამაზე დეტალებს ვერ გეტყვით, თუმცა ნახოთ, რომ მაისის ბოლომდე გაღრმავდება კომუნიკაცია ქართულ და ამერიკულ მხარეებს. აპრილის ბოლომდე იყო ვადა და მაისის ბოლომდე ეს ბუნდოვანი მოლოდინია. კახა კალაძემ გითხრა ეს. არის კონკრეტულ კონტექსტში შეიძლება თქვა, კახა კალაძემ ეს ყველაფერი. მე ასეთი ვადა არ მithქვამს, ჩვენ გვაქვს კონკრეტული დღის წესრიგი ამერიკულ მხარესთან შეთანხმებული და არა ერთი კომუნიკაცია შედგება მაისის ბოლომდე. კონკრეტულად ვამბობ ამ შემთხვევაში მაისის თვეს, აპრილი არ მithქვამს, მაისს გეუბნებით. მას შემდეგ, რაც ამერიკასთან ურთიერთობების განახლების მოლოდინი კახა კალაძემ გააჩინა, ამის შემდგომ უკვე ქართული ოცნების სხვა ლიდერებიც ამბობდნენ, რომ სიახლეები არის მოსალოდნელი, რომ სავარაუდოდ შტატებიდან კონკრეტული მაღალჩინოსნები თბილისში ჩამოდიოდნენ, არსებობდა მოლოდინი, რომ ეს შეხვედრები გაიმართებოდა თავად ვაშინგტონშიც. ამაზე საუბრობდნენ ქართული ოცნების დეპუტატებიც, თუმცა თვე ისე სრულდება, რომ კონკრეტული შედეგები ქართულ ოცნებას არ აქვს და ყობახიძე ანონსებს, რომ ეს სიახლეები იქნება უკვე მაისის თვეში, თუმცა კონკრეტულად მოახერხებს თუ არა ქართული ოცნება ასეთი კომუნიკაციებით სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას. ეს არის კითხვა, რომელიც ამ ეტაპზე ღიად რჩება.